ზვიად მოგესალმებით. მეგობრებო. რა მეგობრებო. გაუმართლე მეგობრებო. კარგად. მოგესალმებით. პრემიერო. დიახ. თქვენ ესე იგი ინდივიდუალურად აღწევით თუ მოგეხმაროთ? მეგობრებო დამეხმაროთ. ო, იქნება პოლიტიკური ამბავი. მე პოლიტიკურად მოტივირებული გახმო. ესე იგი რამდენი ძილი დაიგובה? 200 ძილია დღეს 200 ძილი, ხო? უბრალოდ რეგულაცია. ეს დასუფთავების აქციები რო არის დაწყებული. ხალხი და შრომის მოყარი არ არის. კიდე რაც საჭიროა არ შევიჭრებით. იცოცხლე. პირველ რიგში მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ბატონ ზვიაძიძიგურს, რომელიც ინიციატივითაც დღეს აქ ჩამოვიდა რუსთავში და მომაძებელ მივიღე გამწვანების აქციაში. თქვენ იცით რომ ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ გამწვანების აქცია. დაახლოებით 300 სინერგი დავრგეთ საქართველოში. ეს არის ძალიან სასარგებლო საქმე და მე მინდა ყველას მოუწოდო ჩართულობისკენ, იმიტომ რომ ზოგადად ასე ვთქვათ წლების განმავლობაში პრობლემა იყო ტყეების გაჩეხვა, უკანონო ჩეხვა, ასევე იცით რომ თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 1100-ობით ჰექტარი ტყე განადგურდა. ჩვენ უკვე აღვადგინეთ 60 ჰექტარი ტყე ბორჯომხარაგაულის რეგიონში და ასევე მინდა გითხრათ რომ ეს არის ჩვენი მომავლის საქმე, ეს არის ჩვენი შვილების ჩვენი მომავალთაობისთვის გაკეთებული საქმე და მე მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოუწოდო ჩართულობისკენ გამწვანების აქციაში. მე დავავალე და ვთხოვე ესე იგი გუბერნატორებს რომ მაქსიმალურად მობილიზება გაუკეთონ დასუფთავების აქციას. ასევე ეთხოვა თვითმმართველ ერთეულებს, გამგებლებს ყველას რომ მაქსიმალურად ჩაერთონ დასუფთავების აქციაში. ვინაიდან საქართველოს უნდა გავწმინდოთ ნაგავისგან. როგორ ნაგვის, ასე ვთქვათ, ნარჩენების გატანა და ამის მოწესრიგება არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. პარლამენტში შევიდა მე ვესაუბრებ ბატონ ზვიადს, პარლამენტში შევიდა გარემოს და სამინისტროს ინიციატივა, ახალი კანონი შევიდა, ჩვენ გავამკაცრებთ კანონებს და ადმინისტრაციულ ჯარიმებს გავზრდით, იმისათვის რომ ნაგვის დაყრა გახდეს სამარცხვინო თითოეულ მოქალაქისთვის. ეს უნდა გავიაზროთ ყველამ, რომ ნარჩენებისგან უნდა გავასუფთავოთ ჩვენი ქვეყანა.